უკვე დავრეგისტრირდით, წარმოადგინეთ განაცხადი, როგორც პროფესიულმა კავშირმა საჯარო მოსამსახურეების, რომელსაც სახელწოდება შეურჩიეთ კონსტიტუციის 78 მუხლი, უნებრივია გვესმის 78 მუხლის დანიშნულება და ამ სულისკვეთებითაც ვერთიანდებით. ეს არის ევროინტეგრაციის მიზანი და ამისთვის საჯარო სექტორმა მაქსიმალურად ბევრი უნდა გააკეთოს. ჩვენ საჯარო მოხელეები ვცდილობთ, რომ ამ პროცესში, ევროინტეგრაციის პროცესში ვიყოთ საჯარო სექტორის სინდისის ხმა და ამა თუ ინფორმებით ვცდილობთ, რომ გამოვეხმაუროთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს უფლებები, რომლებიც გააჩნია საჯარო მოხელეებს ინდივიდუალურად, კოლექტიურად დავიცვათ. პირველი ნაბიჯი, რასაც ამ ფორმის შეძენის შემდეგ ჩვენ გადავდგამთ, იქნება საკონსულტო სამართლოსთვის მიმართვა და გეტყვით იმას, რომ საკონსულტო სამართლოს აი იმ რეპრესიულ აქტთან მიმართებით, რომელიც დაჩქარებული ფორმებით იქნა საჯარო სამსახურში გატარებული და რომელიც საწინდარი იქნება შემდგომში უკვე გაუმართლებელი ინტერვენციების, ხო, და შეიძლება მნიშვნელოვანი წმენდების, ხო, ამას შეუპირისპირდეთ და ამაზე საკონსულტო სამართლოს უკვე აქ ერთხელ ნამსჯელი, მათ შორის 2017 წელს ოლეგ ლაცაბიძის საქმეზე, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ და ამ გადაწყვეტილების მექანიზმით საკონსულტო სამართლოს მიმართავთ, რომ დამძლევ ნორმებად შეაფასოს ეს აქტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა, დღის წინ იქნა მიღებული აი აქ შენობაში ჩვენს უკან და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა შემოგვიერთდნენ სხვა საჯარო მოხელეები, ეს უნდა იყოს ფართო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული პირველი აქტივობა. გარდა ამისა, მინდა რომ გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რომელიც მიდის საჯარო სამსახურებში და უკვე არის გამოკვეთილი მეთოდიკა, რომლებიც კონკრეტულ გამოხატულებებს პოულობს და უკავშირდება იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არიან პირველ რიგში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და მათ ძალიან მარტივი გამოსავალი მოძებნეს და უბრალოდ უწყვეტენ შრომით ხელშეკრულებებს, ვადას არ უგრძელებენ, რაც ასევე არ არის მარჯვენიერი, იმიტომ რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებები როცა არის, ეს პრობლემას წარმოშობს საბოლოო ჯამში და არ ქმნის მათი უფლების დაცვის მექანიზმს რეალურს. ასევე როგორც აქამდე გვითქვამს, რომ მენეჯერულ გოლზე არის სერიოზული დაწოლა და ამ კანონით თუ ამ რეპრესიული აქტით რაღაც კაბალური დოკუმენტით ხდება მათი მოწყლა ჯგუფად ქცევა და ასევე სხვადასხვა მექანიზმებია კიდე გამოყენებული იქნება ეს წახალისების პოლიტიკურ ვექტორზე ორიენტირება თუ სხვა. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ ეს უფლებები იქნეს ერთობლივად დაცული კოლექტიურად. ასევე გვინდა, რომ 1-2 სიტყვით შევეხმიანოთ იმ პროცესებს, რომელიც ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მინდის, აი მაგალითად ტყიბულშიც უფლებებს იცავენ მათ უფლებებს მშრომელები, რომლებიც ადამიან კეთილსინდისიერად მართლა, ანუ უბრალოდ მეშახტეები, რომლებიც საკუთარი ოფლით, ხელისგულებით შრომობენ და იწვიან უბრალოდ საფრთხეს უქმნიან მათ ელემენტარულ სოციალურ გარანტიებს, რაც საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის მდგომარეობაზე აისახება და ამიტომ ჩვენი რესურსით ბუნებრივია შეიძლება ვერ დავფაროთ მათი ინტერესები, მაგრამ აქედან გვინდა რომ გამოვეხმიანოთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დაახლოებით იდენტური მეთოდებით ხდებიან, ესე იგი ზეწოლის ობიექტები და მინდა რომ ხნეობა უსურვოთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ და პლუს ამას ვთქვათ ისიც, რომ ეს ადამიანები ბევრად უფრო მოწყვლადები შეიძლება იყვნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ ამ ქუჩაზე დგანან, თავის აზრს აფიქსირებენ და მოუწოდოთ მათ, რომ ერთად იდგნენ და ერთად დგომა არის როგორც საჯარო სექტორში გზა, სოლიდარობა და გამოსავალი, ისევე სხვა ნებისმიერ პროფესიულ სექტორებში და ამიტომ სოლიდარობა მათ.